ნაკლები მოლოდინი ჟენევის სამხედრო მოლაპარაკებების მორგი რაუნდისგან და პარტნიორებთან მტკიცე თანამშრომლობის სურვილი. ეს საკითხები მოექცა კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის დღესასწაულში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად წინაღობას კვლავ ოკუპირებული ტერიტორიები და კრემლის პოლიტიკური ნება წარმოადგენს. კიევში უპასუხეს მოსკოვის ბრალდებებსაც თითქოს ევროპის სახელმწიფოების, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო აპირებენ უკრაინის მომარაგებას ბირთვული არსენალით. ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად 1994 წელს რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შუამავლობით გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმით კიევმა აიღო ვალდებულება, რითაც ბირთვული შეერაღება რუსულ მხარეს გადასცა. თავის მხრივ ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა მოსკოვის, ვაშინგტონისა და ლონდონის ვალდებულებასაც დაეცვათ უკრაინას სამხედრო აგრესიისგან და უზრუნველყოთ მისი უსაფრთხოება. მემორანდუმის გაფორმებიდან 20 წლის თავზე რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, უკვე მეხუთე წელია კი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის დაცვაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი თავადაც იყო. როგორც წესი, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხ ხდება, ის იწყებს უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ძებნას. სამწუხაროდ უკრაინაში არ გვაქვს ბირთვული შეიარაღება. ყველამ კარგად იცით ყველა ის გარემოება, რა დროსაც და ვისი წყალობითაც მოხდა ეს ყველაფერი. ფიქრობ, ეს არის სამზადისი ერთგვარი პოლიტიკური სახის ზეწოლა სამხრევის შეხვედრის წინ. ეს შეიძლება იყოს პასუხი ინფორმაციაზე, რომ ევროპა განიხილავს ბირთვული ქოლგის შექმნას. ფიქრობ, რუსეთი ყოველთვის საფრთხის შემცველად თამაშობს სიტყვებით ბირთვული იარაღი. ამ ვითარებაში სასურველია ბირთვული შეიარაღების მქონე სხვა სახელმწიფოებმაც რეაგირება მოახდინონ. უპირველეს ყოვლისა, ამერიკას შეუძლია ჰქონდეს შესაბამისი გზავნილი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობის ფონზე ომში მყოფი სახელმწიფო თავადაც ცდილობს ამ მიმართულებით საკუთარი წარმოება გაზრდოს, რაც, როგორც ამბობს, წარმატებით გამოსდის. თავის მხრივ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა კიევს ფინანსური მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ გაამცხადა. ფლამინგოს ტიპის რაკეტები 1400 კილომეტრის მანძილზე იქნა გაშვებული. ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი წარმატება ჩვენი სამხედრო ინდუსტრიისთვის. ამ რაკეტების წარმოება გრძელდება. რუსეთის მხრიდან თავდასხმების გამო ჩვენ მოგვიწია დიდხანს დაულოდებოდით საწარმოო ხაზის მოდერნიზაციას, თუმცა წარმოება გაიზრდება. წარმოებული რაკეტების რაოდენობის მიხედვით გაიზრდება ჩვენი წარმატებული დარტყმების რაოდენობაც. მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გაშვებულმა რაკეტებმა მიაღწიეს მიზანს. ზოგიერთი მათგანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ახლოს ჩამოვარდა, თუმცა ვთვლი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა. 2026 წელს ჩვენი მხარდამჭერი პაკეტის საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ვფიქრობ, ეს 20%-ია იმ დახმარებისა, რომელსაც უკრაინა მიმდინარე წელს მიიღებს. ვცდილობთ მაქსიმალურად მივმართოთ ეს სახსრები უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე. ახლა ვხედავთ თქვენს ქვეყანაში მრეწველობის განვითარებას, რომელიც თქვენს გამოცდილებაზეა დაფუძნებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პარტნიორებისთვის. დღეს შევთანხმდით ნორვეგიასა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე. უკრაინის მთავრობას არ აქვს იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებით მოსკოვსა და კიევს შორის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა დაისადგურებს, რადგან საკვანძო საკითხად რჩება ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიების ირგვლივ დავა, რომელსაც კრემლი საკუთარ ისტორიულ მიწებად მოიხსენიებს. დიპლომატიაზე საუბრის პარალელურად რუსულ საოკუპაციო ჯარებს კვლავ მიაქვთ საჰაერო იერიშები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამჯერად მათი სამიზნე გახდა ზაპორიჟიაში მდებარე საცხოვრებელი სახლი.